ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოზე, ჩემი გვამი თქვენთვის დამithმია, თქვენ ტავრალებოთ. ეს სიტყვები წარმოთქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, როდესაც იგი ციხეში ამყოფეს, მეტეხის ციხეში დაიჭირეს 1922-24 წლებში. იგი იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. 1905 წელს გადაასახლეს რუსეთში, რადგან იგი იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. იგი იყო განათლებული ადამიანი, მეცნიერი კაცი იყო, იკვლევდა ქართულ კულტურულ ძეგლებს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამსახურებული წევრი და ცდილობდა, რომ ქართულ საზოგადოებაში განათლება გაევრცელებინა. 1921 წელს გახდა კათოლიკოს პატრიარქი. მან, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, მიწერა საერთაშორისო დახმარებას ითხოვდა ქვეყნებიდან და გენუაში გაგზავნა წერილი, რომ გვართმევენ ენას, სარწმუნოებას გვიბილწავენ, გვართმევენ ტერიტორიებს და ჩვენ ხალხს თქვენი დახმარება სჭირდება. იქიდან ვერ მიიღო დახმარება და ამის გამო, რომ იგი აქტიურობდა, დაიჭირეს და გამოკეტეს ციხეში. მას აიძულებდნენ, რომ თავისი ნებაყოფლობით ეთქვა უარი კათოლიკოს პატრიარქობაზე, მაგრამ იგი მეტგრად არ გადადგა ის ნაბიჯი, ამაყად იდგა და ბოლოს გამოუშვეს 1924 წელს ციხიდან, ამნისტია შეეხო, 27 წელს უკვე დაიღუპა. დაკრძალული არის სიონის საკათედრო ტაძარში, 1995 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.